არის ამ ფილოსოფი, ხო? და იქ უცხოენებში დარჩენილი იყო, იმიტომ რომ ჩემი მეორე ენა იყო ნიდერლანდური და თვითონ ბელგიელი ლექტორი მყავდა ინგრიდ დეხრავა, ისიც ლიტერატურად ვცოდნე და არაჩვეულებრივი მთარგმნელი, მან თარგმნა ძალიან ბევრი ქართველი თანამედროვე ავტორის წიგნი. სხვებთან ერთად ვცდები ტურაშვილი თარგმნა საბაზე იყო ნომინირებული ვერ გაიმარჯვა. ძალიან თავისი გამომცემლობაც ჰქონდა, ძალიან კარგ საქმეს ეწეოდა ეს ქალი, მაგრამ მე დანიშნეს და ეს უცხოელმა როგორც იციან, ვალი მოიხადა აქ და მე წავიდა. თუმცა ქართულ საქართველოს შეყვარებული არის ჩვენი ინგრიდი და ძალიან ბევრ პროექტს არ დახურა. ეს ენები ნიდერლანდური ენების ცენტრი დარჩა, მაინც არის ისწავლება ეს ენა ჩემზე ცოტა ერთი წლით უფროსი ვინც იყო ის ასწავლის. და ძალიან ბევრი პროექტი ისევე ხორციელდება. ანუ ეს არის საზღვარგარეთ ბავშვების გაგზავნა. და აი პრაქტიკულად ეს გიხსნის გზას. მე ესე ინტერესის სფეროც იზრდება. რა თქმა უნდა, ბევრამ მე დამემართა ზუსტად ესე, რომ მე საზღვარგარეთ სასწავლებლად წავედი ამ მეორე ენის საშუალებით. და მე და მაგისტრატურას უკვე ბელგიაში, ჰოლანდიაში წავედი, ბელგიაში წავიდა პირველად, მე ჰოლანდიაში, მე ესე ბელგიაში დავბრუნდი ბრუსელში და სწავლობდი ერასმუსის უცხოენათა ინსტიტუტში, ხოლმე ამას ბევრი განხრა, მაგრამ ზედათ უცხოენების არის და ძალიან სხვა დონე არ მინდა ასე თქვა, მაგრამ მართლა სხვა განზომილება არის, იმიტომ რომ ეხლა ჩემი ლექტორი 6 ენის სინქრონისტი იყო. აზრზე არ ვარ როგორ ეტეოდა იმ კაც თავში ამდენი ენა. ეს რაღაც არა ადამიანი უნდა იყო.